მოგესალმებით ჩემო ძირფასებო, რუბრიკა არქიპედაპირ ეთერშია, მე მარიამ ხურციძე გახლავართ და დღევანდელი ჩემი სტუმარი ალბათ უფრო მეტად ჯაზის მოყვარულთ გაახარებთ და არა მარტო ჯაზის მოყვარულთ, ჩვენი დღევანდელი სტუმარი არაჩვეულებრივი ქალბატონი დინი ვირსალაძე, მოგესალმებით დინი. მოგესალმებით, მადლობთ რომ მომიწვიეთ თქვენ სტუდიაში და პირიქით ძალიან დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ და მოხვედით ჩვენთან. რუბრიკა არჩი პირველად იღებთ მონაწილეობას, კეთილი იყოს თქვენი სტუმრობა ჩვენთან. ძალიან მიხარია. დინი მე ყოველთვის ჩემს რესპონდენტებს ბავშვობიდან ვიწყებთ ხოლმე, ვიხსენებთ ბავშვობას და მე რამდენადაც ვიცი თქვენი ინტერვიუებიდან გამომდინარე, ყოველთვის ახსენებთ, რომ რაც მახსოვს ჩემი მეხსიერებიდან მუსიკა თქვენი ყოველთვის თანამგზავრი იყო, ხო? ეს იმიტომ, რომ ალბათ თქვენ მუსიკალურ ოჯახში დაიბადეთ, აღიზარდეთ. დედა მუსიკოსი იყო. დედა მუსიკოსი. მამასაც არანაკლები ნიჭი ჰქონდა, მაგრამ ძალიან მუსიკალური ადამიანია და საერთოდ ძალიან მუსიკალურ გარემოში ვიზრდება. და რომ აღარაფერი ვთქვათ იმ უდიდეს მუსიკოსზე, ქალბატონ ენცლო ვირსალაძეზე, რომელიც თქვენი უახლოესი ნათესავია, მამიდად გეკუთვნით. ხო? რამდენადაც იცი და ძალიან ბევრი მასტერკლასი აქვს მას თქვენთვის ჩატარებული, ხო? და ასევე ბიძა მყავდა. ისიც ექიმი გახლდათ, დედაჩემის ძმა კობა ჯიჯიხია. ეთიმიკი გახლდათ, მაგრამ ძალიან დიდი მოყვარული იყო. ჯაზის მუსიკის მელომანი იყო, კოლექციონერი იყო და აი ბავშვობიდან მასმენინებდა ძალიან კარგ მუსიკას და მოკლედ აი როგორც მეხვდეთ ძალიან მუსიკალური ბავშვობა მქონდა. კეთილი. დღეს არ ვართ განებივრებული, ალბათ დამეთანხმებით ქალბატონების მხრივ ამბობ. კი, შეიძლება შემსრულებლები არიან ჯაზის, მაგრამ როგორც ვოკალისტებს გულისხმობ, მაგრამ როგორც ასეთი ინსტრუმენტალურ შემსრულებლებიდან მე მგონი თქვენ ხართ ერთადერთი ექსკლუზივი დღეს ვინც არის საქართველოში. საქართველოში ნამდვილად ესე და სოფლიოშიც ესეა. ინსტრუმენტზე შემსრულებელი ქალბატონები ძალიან ცოტა რაოდენობით გახლავთ. ეს ძალიან სამწუხაროა. მე ვფიქრობ, კი, მსმენელები ძალიან კარგი გვყავს, მოყვარულები გვყავს ბევრი, მაგრამ რა მდგომარეობაა დღეს ახლა აი ამ მხრივ ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ თუნდაც კი მესმის, რომ თქვენ ძალიან დაკავებული ხართ მაგ მხრივ, ბიგ ბენდის სოლისტი ხართ, ბევრ ფესტივალებში იღებთ მონაწილეობას, მაგრამ აი პედაგოგიური მოღვაწეობის თვალსაზრისით არ გიცდიათ რომ როგორ არ მიცდია იყო ესეთი ჯაზის აკადემია გახლდათ და მე იქ ვასწავლიდი, მყავდა ბევრი მოწაფე, კი ბატონო და ეს პრაქტიკა მაქვს. ამ წუთას არ მოღვაწეობ როგორც პედაგოგი, იმიტომ რომ ფაქტიურად დროც არ მრჩება ამისთვის, მაგრამ ეს პრაქტიკა მაქვს კი. ესე იგი, კლასიკური მუსიკა, ნიჭიერთა აწლედი, შემდეგ კონსერვატორია. კონსერვატორიაში მე რამდენადაც ვიცი თქვენ საფორტეპიანო ფაკულტეტი დაამთავრეთ, კლასიკური განათლება. კლასიკური განათლება მიიღეთ, რაც ძალიან უმნიშვნელოვანესია, მე ვფიქრობ, თუნდაც ჯაზში ასრულებ ადამიანს ნებისმიერ ჟანრში, კლასიკური განათლება. გეთანხმებით აუცილებლად საჭირო მე ესე მიმაჩნია, იმიტომ რომ ძალიან დიდ ბაზას იღებს მუსიკოსი, ძალიან ვითარდება მისი ინტელექტი. ყველა მხრივ ვითარდება, როცა იგი კლასიკას გაივლის. ეხლა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. ასევე გერაზეც ეტყობა ყველა მუსიკოს, ვისაც აქვს დამთავრებული კლასიკური განათლება, ვისაც აქვს მიღებული. და თითოეულ ინსტრუმენტს როცა შეიგრძნობ და გესმის და ეს უკვე იცი, ხო? რა თქმა უნდა, გეთანხმებით და დღეს ფაქტიურად არც ვიცი ისეთი მუსიკოსი, რომელიც არ ამთავრებს კლასიკურ განყოფილებას. მე ჯაზის მუსიკოსებზე მაქვს ლაპარაკი და მსოფლიოს მასშტაბით ვლაპარაკობ. ნამდვილად იგრძნობა. კეთილი. ძალიან სასიამოვნოა. მოდით ერთი კომპოზიცია შევთავაზოთ ჩვენს მსმენელს, შემდეგ დავუბრუნდეთ, ხო, ისა?
აი ჩვენ ერთ-ერთი ფრაგმენტი მოვისმინეთ იმ ჯაზის კომპოზიციის, რომელიც თქვენ თავად დაწერეთ და ზღაპარი ქვია, ხო, ამ კომპოზიციას. და აი თითქოს ჩემი აზრია ესეთი, ხო, ჯაზია, კი, რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაც თითქოს კლასიკური ელემენტები ვიგრძენი, თუ არ ვწდები, არ ვიცი. სწორად იგრძენი, ხო, რაღაც თითქოს აკადემიური ჯაზივით აი ესე. იცით რა, იმის და მიხედვით, რომელ დარბაზში გამოვდივარ, ყოველთვის ვარჩევ. ეს იყო კონსერვატორიის დიდი დარბაზი და შესაფერისი პიესა მოუძებნე, გამოვნახე და შევასრულე. მით უმეტეს სოლო შესრულება იყო და ამ დროს ძალიან ძნელია რომ მიიღო გადაწყვეტილება თუ რა შეასრულო და ამიტომ გადავწყვიტე რომ კლასიკასთან მიახლოებული კომპოზიცია ყოფილიყო, მით უმეტეს ჩემი დაწერილია და წავსდექი არა მარტო როგორც შემსრულებელი, არამედ როგორც კომპოზიტორი. შესანიშნავი იყო ნამდვილად მართლაც და აი კლასიკური მუსიკა, თქვენ კონცერტმეისტერიც იყავით. დიახ, ვიყავით. წლების განმავლობაში კონსერვატორიაში მუშაობდი როგორც კონცერტმეისტერი. განმავლობაში და შემდეგ უკვე კარგი გადასვლა იყო ჯაზში, რადგან ჩემი აზრით და მე ვფიქრობ ესე, როდესაც გააქვს ადამიანს რაღაც იმპროვიზაციის უნარის თავისუფლება, თითქოს იმ ჩარჩოებში ალბათ ვერ ჯდებოდით და გინდოდა ამის მოთხოვნილება სხვათა შორის ბავშვობიდან მქონდა იმპროვიზაციის და ჩარჩოებიდან გამოსვლის მოთხოვნილება მქონდა ბავშვობიდან და ყოველთვის მეცადინეობის დროს გადავდიოდი რაღაცა კონკრეტული თემიდან გადავდიოდი ჩემი იმპროვიზაციაზე. თუნდაც იმ ნაწარმოებს, რომელსაც ალბათ უკრავდით და მეცადინეობის. დიახ, თუნდაც იმის ვარიაციებს ვაკეთებდი, მე ჩემებურად მაინტერესებდა როგორ ეს ეთყობა იყო და ნუ მე განვითარდა რასაკვირველია. აი, საინტერესოა, კი, ჯაზი არის დაუშვათ ხო, ეს იმპროვიზაცია ყველაზე მთავარი ალბათ ხო, ამის უნარი უნდა გქონდეს. არა მარტო, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ამ ნიჭის აუცილებელია. კიდევ სვინგის შეგრძნება. ჯაზის მუსიკოს უნდა ქონდეს სვინგის, ამას ვერ ისწავლი, ვერსად. ეს შიგნით ან არის, ან არა. კი. ეს გენეტიკურია. ალბათ. არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში აი ეს სვინგის შეგრძნება ისეთი რამეა რა ეგრევე იგრძნობა რა შესრულებაში. ძალიან ბევრი მუსიკოსი ცდილობს რომ რაღაც პიესა გაარჩიოს ჯაზური, რომელიც ჯაზს არ უკრავს და ის სწორად გაარჩევს, სწორად შეასრულებს, მაგრამ სვინგის შეგრძნება როცა არ აქვს ადამიანს. ის დაზეპირებული და არასწორი აქცენტებია და ნუ ბევრი პროფესიონალი მიხვდება და შეიძლება ისე ნიუანსი. ხო, მესმის კი ძალიან საინტერესოა ძალიან და საინტერესოა ის ფაქტიც რომ თქვენ კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში კინომცოდნეობის ფაკულტეტიც კი დაამთავრეთ. და საორღანო ფაკულტეტი. საორღანო ფაკულტეტიც, ხო? თუ გამოგადგათ ეს კინომცოდნეობის ფაკულტეტი რა? იმ ხრივ გამომადგა ის ყოველ შემთხვევაში ზუსტად ვიცი, გამომადგა იმიტომ რომ იმ პერიოდში ძალიან მაგარი ფილმები ვნახე ამ ფაკულტეტის გამო. ეს შედიოდა იმ პროგრამაში, მაშინ არ იყო ესე განებივრებულები არ ვიყავით, ვიდეო ცოტა მოგვიანებით შემოვიდა იმ პერიოდში და კინოთეატრ გაზაფხულში გადიოდა ძალიან საინტერესო ფილმები, ან იქ დავდიოდით ჩვენებებზე, ან დავდიოდით კინოსახლში, სადაც იყო ჩვენებები ძალიან გენიალური რეჟისორების და ჩვენ აი ამ სტუდენტებს ამ ფაკულტეტისა გვქონდა საშუალება რომ გვენახა ეს და არ ქონიათ შემოთავაზება რომ კინო თქვენივე გაგეფორმებინათ თავშად ან შემოთავაზება ყოფილიყო რომ თქვენი დაწერილი მუსიკით თქვენ. იცით რა მქონდა ესეთი შემთხვევა და გავაფორმე ერთი ფილმი აც გარდაცვლილი რეჟისორის პაკო სვიმონიშვილი იყო ესეთი არაჩვეულებრივი პიროვნება, გერმანული ენის სპეციალისტი, პოეტი და ასევე ბოლო წლები მან დაუთმო თავის ცხოვრება კინოს და იღებდა ფილმებს და გადამიღო კიდევაც ამ ფილმში მთავარ როლში და ჩემი მუსიკა ჟღერს იმ ფილმში და ქვია ელეგია. სამწუხაროდ ეს ადამიანი აღარ არის ცოცხალი
აი ესეთი შემოთავაზება მქონდა მის. ძალიან კარგი. თქვენ ძალიან ბევრ ფესტივალებშიც მიგიღიათ მონაწილეობა, იღებთ აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას ეწევით. ესე ვთქვათ, კი, ბიგ ბენდის სოლისტი ხართ. დაიმოდი ფესტივალს შევახოთ, ხო? ანუ ნიუ დელიში, ახალ დელიში, როდესაც ჩატარდა ეს ფესტივალი, ამაზე თუ შეიძლება და მე მოვასწრებინოთ ერთ-ერთი ფრაგმენტი. პირველად ვიყავი ინდოეთში და მით უმეტეს ვიყავი აი ესეთ კარგ ფესტივალზე და სცენაზე გამოვედი, წავდექით ტრიოთი თბილისიდან და საქართველოს წარმოვადგინეთ. ეს იყო ძალიან დიდი ჩვენთვის პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი სიამოვნება. ზოგმა არც იცოდა საქართველოს, ზოგმა იცოდა, მაგრამ აი ესეთი მისია ჰქონდა, ასე ვთქვათ და ძალიან კარგად ჩატარდა. ერთ-ერთი წარმატებული ფესტივალია ჩემ ცხოვრებაში და ჩემი ალბომებიც ძალიან კარგად გაიყიდა ამ ფესტივალზე და საერთოდ აი დიდი წარმატება ჰქონდა. საინტერესო იყო. კეთილი, მოდით ახლა მოვასმენინოთ სწორედ აი ახალ დელიში ჩატარებულ ფესტივალზე ერთ-ერთი ფრაგმენტი, კომპოზიცია მაღლობელს. ბოლომდე ვერ ვისმენთ დინი სამწუხაროდ, იმიტომ რომ ჩვენი ეთერის დროის სიმცირიდან გამომდინარე, აი მხოლოდ აკუსტიკური ინსტრუმენტებით არ შემოვიფარგლებით. მე რამდენადაც დავაკვირდი, იქ ელექტროინსტრუმენტებიც არის ყველა. გიტარა, დავით მასტერანოვი, ელექტრობასი, ლევან დეისაძე. ეს თქვენი ნაწარმოები იყო? ეს ჩემი ნაწარმოები გახდათ, ესეც მომღიმარე სახე, ესე ქვია ამ ნაწარმოებს. და როგორც წესი ფესტივალებზე რო გამოვდივარ, ხას უსვამ, აი ფესტივალებზე გამოსვლისას მთლიანად პროგრამა შედგება ჩემი კომპოზიციებისგან. ახლა როცა კლუბებში არის გამოსვლა, შეიძლება სცენაზეც რაღაცა ჯაზური, ეგრეთ წოდებული ჯაზური სტანდარტი შესრულდეს, მაგრამ ფესტივალზე უმჯობესია მუსიკოსი წარსდგეს თავისი მუსიკით, თუ კი მას გააჩნია ეს, რა თქმა უნდა, უფრო სრულად წარმოადგენს მაშინ თავის სახეს და უფრო გასაგები იქნება. აი საინტერესოა საზღვრებს გარეთ რომ დესაც ხართ, ხო? ქართულ ჩვენს ასე ვთქვათ მუსიკას
თუ ითხოვე რომ ჯაზის ვარიანტით შესთავაზოთ თუ ყოფილა დაუშვებთ იცით რა თქვენ თუ ფოლკლორს გულისხმობთ ახლა ესეთი პროგრამა გვაქვს ბიგ ბენდში სადაც მე მგონი თქვენ თავად მღერი ხართ ფოლკლორსაც ხო? დიახ, ფოლკლორის მღერი ვარ, ბიგ ბენდში გვაქვს ესეთი პროგრამა, სადაც ფოლკლორია გაკეთებული ბატონ გივი გაჩეჩილაძის მიერ, არანჟირებული და იქ მღერი კიდეც. როდესაც მე ჩემი სოლო კარიერით მივემგზავრები სადმე და ფესტივალში ვიღებ მონაწილეობას, მე ყოველთვის ვასრულებ ჩემ კომპოზიციებს საკუთარს და რა ვიცი, ყოველთვის იწვევს ინტერესს. რამე თუ ხა იმდენად კარგად არის დაკრული უკვე ჯაზის სტანდარტები და ისეთი დიდი მუსიკოსების მიერ, მაინც ალბათ უფრო საინტერესოა თუ რას აკეთებს მუსიკოსი, უფრო ვცლად რო გაიგო როგორია მუსიკოსი, მისი კომპოზიციები რომ მოისმინო. ნამდვილად გეთანხმებით და მაინტერესებს ის ნიუანსიც რომ საინტერესოა აი ალბომზე მინდა ვისაუბროთ რომ თქვენი ნაწარმოებების სოლო ალბომის გამოშვებას თუ აპირებთ ან თუ გამოშვებას იცით აი ზუსტად აი ხა მუშაობის პროცესში ახალი ალბომი რომელიც ნიუ-იორკში ჩავწერე უდიდეს მუსიკოსთან მანოლო ბადრენასთან ერთად დუეტში და მისი თხოვნა და მოთხოვნა იყო რომ ჩაგვეწერა ჩემი მუსიკა და ეს უკვე აასმაკეს ჩემ ბედნიერებას, იმიტომ რომ ჯერ ესეთ მუსიკოსთან რომ ხვდა ბედნიერება წილად რომ შევძელი და ვიმუშავე და მქონდა ჩაწერები და თან მით უმეტეს ჩემი მუსიკა, ისიც მე ვერც გაუბედავდი და თვითონ გამოთქვა ესეთი სურვილი და ეს უკვე მალე დასრულდება ამ ალბომზე მუშაობა და მუსიკალური მხარე დასრულებულია. ეხა კავერინგზე მიდის მუშაობა და ნახოთ აბა როგორ იქნება. აი და იქაც როგორც თქვით, ჩემი მუსიკა არის. კეთილი. მოდით კიდევ შევთავაზოთ ახლა ერთი კომპოზიცია ჩვენს მსმენელს და შემდეგ უკვე დასასრულისკენ. აი უთხრათ ხო ჩემს მსმენელს რომ ეს აქაურ თბილისის ჯაზის ფესტივალი პრომოუშენის ორგანიზებული და საინტერესოა იმით ეს გამოსვლა რომ 4 ქართველი გამოვდივართ და მოწვეული სტუმარი ყავს იტალიიდან ბასისტი რობერტო ფუჯიონი და ძალიან კარგი კონცერტი შედგა, ძალიან კარგი იყო შესრულება და თანამშრომლობა და უნდა აღვნიშნო დათო ჯაფარიძე, რომელიც ყოველთვის ჩემთან ერთად ჩაწერა თუ კონცერტი თითქმის ყოველთვის
ერთად ვართ სცენაზე. დავით მასტერანოვი ასევე ამჯერად ბასზე უკრავდა რობერტო ბუჯონი და დასარტყამზე გურამ ტეცოშვილი. აი ესეთი შემადგენლობით. არაჩვეულებრივი მუსიკოსები ნამდვილად კი. დიდი პროფესიონალები და მე ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, როდესაც მე დავდიოდი ფესტივალზე, ფილარმონიის დიდ დარბაზში, ჯაზ ფესტივალებზე და ისინი უკვე გამოცდილი მუსიკოსები იყვნენ და მადლობა მათ სათითაოდ ყველას, იმიტომ რომ ბევრი რამ ვისწავლე მათგან და ბენდერი ვარ. ვითარდები ალბათ, ხო? ვითარდები, რა თქმა უნდა, პირველად რომ მე სადღაც დამიძახე სამუშაოდ, სადღაც კლუბში უკრავდნენ და მათი პიანისტი მე მგონი ავად გახდა და მე დამიძახე, ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ ესე იგი მე შევძლებდი მათ გვერდზე, რომ დამეკრა, ძალიან მიხაროდა. და თქვენ ეს შეძენით. მე ვფიქრობ, ჯაზი თქვენთვის ყველაფერია. მთლიანად იხარჯებით და პარალელურად ივსებით. ეს არის ცხოვრება და ცხოვრების წესი, რა თქმა უნდა, ვიხარჯები და ვივსები კიდე. მე მინდა გისურვოთ თქვენ ძალიან დიდი წარმატებები. თქვენ ერთი ხართ ჩვენ. და მინდა რომ ვიმრავლოს ესეთი შემოქმედი ჯაზის შემსრულებელი ქალბატონები საქართველოში, რაც არ გვაქვს სამწუხაროდ, თუმცა ვიბედოვნებთ რომ იქნებიან ალბათ, ხო? კი, მე უკვე ვიცი გოგონა, ბაზზე შემსრულებელი გვარი სამწუხაროდ არ ვიცი, მაგრამ უკვე გამოჩნდა კლუბებში გოგონა, რომელიც ბას გიტარაზე უკრავს. ეს უკვე ძალიან სასიხარულოა. ეს უკვე წარმატებაა, კი, ნამდვილად და მოდით იდეები, რომლებიც გინდათ რა ის სამომავლოდ, რას გაგვანდოთ, რომ განახორციელოთ? სიამოვნებით გაგამდობთ, ძალიან მინდა რომ გავაკეთო რაღაც კონცერტი, რომელიც იქნება აი მოვიწვა აი ძინი და მისი მეგობრები ვთქვათ და აი სხვადასხვა შემადგენლობასთან ერთად რომ გამოვიდე, არა ტიპიური ვთქვათ ერთი შემადგენლობით, აი სხვადასხვა ვოკალი იქნება თუ